ოცნების პროპაგანდისტის ღია მუქარა ევროკავშირის ელჩს მალხაზ გულაშვილი საკუთარ გადაცემაში, სადაც სტუმრად გოგა ხაინდრავა ჰყავდა, პაվել ჰერჩინსკიზე მოსალოდნელ თავდასხმას განიხილავს. ხშირად შემხედრია ვაკეში ზურგჩანთა მოკიდებული, ხომ შეიძლება ხალხი გაბრაზდეს და პანჩური ამოარტყას, განაცხადა წამყვანმა და ჯორჯიან ტაიმსის დამფუძნებელმა. ოცნების მეორე პროპაგანდისტმა ხაინდრავამ კი უპასუხა, რომ მასზე თავდასხმა არ შეიძლება. უცნობია დაიწყო თუ არა რომელიმე უწყება მოკვლევა დიპლომატის წინააღმდეგ საჯაროდ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებაზე. ზელენსკი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. რუსეთი დუმს ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა. წინ ვწევთ ჩვენ შეთანხმებებს საუდის არაბეთთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, წერს ზელენსკი. პუტინის რეიტინგი მე-7 კვირაა იკლებს. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური თითქმის 2 თვეა აფიქსირებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის საქმიანობას სულ უფრო ნაკლები მოქალაქე იწვევს. პუტინის რეიტინგის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 4 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო. უნგრეთის პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა დაბრუნდება, აცხადებს ქვეყნის მომავალი პრემიერი პიტერ მატიარი. უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სხდომას 9 მაისს გამართავს. მატიარმა ორბანის მთავრობის წარმომადგენლებს 31 მაისამდე მისცა დრო თანამდებობების დასატოვებლად.